ვნახოთ როგორ ენერგიებში ხართ და რა უნდა იცოდეთ. რას გიყარნახებენ, რაც არ იცი, რა უნდა გაიგო, შეხედოთ. რა უნდა იცოდე. როგორ ენერგიებში ხართ. აქ ვინძის ქურუმი ქალი. ესეთი ადამიანი, რასაც ამბობს, ხშირად სრულდება, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავთ, მეგობრებო. ესეა? აბა დამიწერეთ კომენტარი, ასეა თუ არა. სულ ვარსკვლავებში ემოდიან, ჩემი მეგობრები, ჩემი მაყურებელი, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის ვიფასებო. ვინ ხართ ასეთი ძლიერი? სიზმრებს ხედავთ, ახსნა აღარ გინდათ. ნახოთ, რა უნდა იცოდეთ. კოშკი გაქვთ, ხო? ცხოვრებაში. თქვენ ფიქრობთ, ბრაზობთ სამყაროზე, მაგრამ სამყარო ამ კოშკებს არ გიმზადებდა. იმიტომ რომ ეს არ იყო სამყაროს ბრალი, ჩემო კარგო, თქვენ გიცავენ პირიქით, ზეციური ძალები გიცავენ. და მომავალშიც დაგიცავენ ყველაფერი ცუდისაგან. მთავარია თქვენ სწორი გზით იაროთ. აქ თქვენს წინააღმდეგ სხვები მოქმედებენ. კოშკებში ხართ მტრების გამო, რომლებიც ვერ მშვიდდებიან. ვერ გადააქვთ ის, რა კარგათაც ხართ, ხვდებით. არ ვიცი, შეიძლება გიყურებდეს ამას, არ ამბობდეს მტერი, როგორი ფანტასტიკური ხარ, როგორი ძლიერი ხარ, მამაკაცი, გოგოები, ვინც მიყურებთ. სწორი გზით დადიხართ და ამას ეს ვერ გადააქვთ. ხვდებით, ვერ გადალახეს ის, რომ თქვენ ხართ ბედნიერი. წყვილში ხართ, წყვილის გარეშე, სულიერი ბედნიერება გაქვთ, სიმშვიდე გაქვთ სულიერი, რაც ყველაზე მთავარია ამ სამყაროში. სავარაუდოდ წარმატებული ჯანმრთელი შვილებიც ყავთ, ხვდებით. აქ მტერი, შენი მტერი არ ჩერდება. სულ მუშაობს, სულ აქტიურობს. რა უნდა იცოდე, ნახოთ. ისეთ სტრესში არიან, მეგობრებო, არ ვიცი, ვისთან გაქვთ ეს ბრძოლა, ისეთ სტრესში არიან. ენ რაოდენობით ფინანსებს დახარჯავენ, იმის გამო, რაც წარსულში თქვენს წინააღმდეგ რაც მოიმოქმედეს, აი ამის გამო ზუსტად თქვენი მტერი. შეიძლება იყოს აერისტიქიის მტერი. მოღალატე, რომ ძალიან მაგრად გიღალატათ. რაღაცა საქმეა, ხვდებით, საქმე სიტუაცია, სადაც გიღალატათ, სადაც კარმულად მტერი მოყვება, შეიძლება ითქვას წინა ცხოვრებიდან მოყვება. ვიღაცას ჯერა ამ ცხოვრებების, ვიღაცას არა, მაგრამ როდესაც ხდება ისეთი რამ, სადაც ადამიანი ავადმყოფია და არ გეშვება, ნუ საიდან უნდა მოვიდეს ამ ცხოვრებაში, თუ შენ მისთვის არაფერი დაშავებული არ გაქვს, ხო? ყალბია თვითონ ადამიანი, ყალბად გექცეოდა, გებრძვის ახლაც, რა უნდა იცოდე. სიტუაცია იქნება ასეთი, ძვირფასებო. ყველა ვარიანტში გაიმარჯვებთ, გაითვალისწინეთ და ჯერთი იმიტომ რომ ეს გაშლა ჩვენ გვაქვს დღეს, კვირაზე და ცოტა მეტიც. მეორე ვარიანტი, საერთოდ დრო არა აქვს, გაშლებს თუ შეგხვდათ, მით უმეტეს. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ბრძოლის ველზე ხართ მასთან. ძალიან იბრძვით. არაერთი ადამიანი, საერთოდ კრიზისი აქვს ძალიან სერიოზული თქვენს მტერს არა მტრებს, რომლებიც ხედავდნენ როგორ ნერვიულობთ, ხვდებით და მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებდნენ თქვენს წინააღმდეგ ბრძოლას. ხო და ახლა გეუბნებით, რომ კრიზისში არიან, აი ზუსტად ეს ღრიალებენ, კრიზისში არიან. ძალიან ცუდად არიან, არ ვიცი რა გაიგეს ამისთან, ეს უკვე თქვენ დაწერეთ კომენტარებში რა გაიგეს, თუ იცით რომ რამე გაიგეს, მაშინ ზუსტად ის არის. რაღაცა ამბავი მოვიდა მათთან თქვენგან, ან თქვენზე, რომ თქვენ ხართ მზად იმისათვის, რომ გაანულოთ, გაანადგუროთ მათი არსებობა საერთოდ, ან ისე იწყებთ მოქმედებას და ბრძოლას მათ წინააღმდეგ, რომ საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა და არც ელოდებოდნენ აი ამ თქვენს ქმედებებს.
ან შეიძლება წმენდები ჩაიტარეთ, ილოცეთ, ფსალმუნები წაიკითხეთ, არ ვიცი, მაგრამ ის 30-50 ბუმერანგი მათი დაბრუნდა უკვე დაბრუნდა. სერიოზულად გეუბნებით. კრიზისზე, ვინც იცის, რომ მართლა ასეა, მიხვდებით, რას ვამბობ, ვინც არა, თქვენ ამას გაიგებთ. თქვენ გამოხვალთ აბსოლუტურად მშრალი ამ წყლიდან, აბსოლუტურად მშრალი. თქვენ გიცავენ ზეციური ძალები, ნათელი ძალები. შეიძლება არა მხოლოდ ნათელიც, ვისთან როგორ, მაგრამ თქვენ დაცულები ხართ, ეგ იცოდეთ. გაიმარჯვებთ. რა ჩაიფიქრეთ, არ ვიცი, რა უნდა იცოდეთ. რა უნდა იცოდეთ ის, რომ გაიმარჯვებთ. აი რაღაცაზე ბრძოლობთ ეხლა და აი ამასთან დაკავშირებით გაქვთ გამარჯვება. აბსოლუტური გამარჯვება